მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო და კიდევ ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ. მოკლედ ძალიან ბევრი შეკითხვა შემოდის ჩვენთან გასაუბრებებთან დაკავშირებით, როგორ მოვიქცეთ, რა არის მნიშვნელოვანი და მე მგონი ეს რჩევები შეიძლება საინტერესო იყოს და დღეს გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ვიდეო თემაზე, როგორ მოვიქცე სამსახურის გასაუბრებაზე და მე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ესე იგი HR-თან და შერჩევასთან პრაქტიკულად მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მქონდა შეხება და ძალიან ბევრ გასაუბრებაზე ყოფილი ვარ, კარგზეც, ცუდზეც, საინტერესოზეც, უინტერესოზეც და გადავწყვიტე, რომ ეს რჩევები გაგიზიაროთ და მოკლედ გადავწყვიტე, რომ ძალიან ბევრი თემიდან გამოვყო სამი თემა, სამი და ამაზე გესაუბროთ და პირველი არის, ესე იგი გულწრფელი ინტერესი ორგანიზაციის და პოზიციის მიმართ, რომელზეც აპირებთ, რომ განაცხადოთ, ასე ვთქვათ, სურვილი მუშაობის, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია და ესე იგი ძალიან გავრცელებული შეცდომა, რომ ადამიანი მიდის ორგანიზაციაში აბსოლუტურად მოუმზადებელი თითქოს, რა ვიცი, თავის წარსადგენად რა, თითქოს არანაირი ინტერესი, თითქოს მას არ ეხება სად მიდის და ასე შემდეგ, ხო? დამსაქმებელი, ისევე როგორც ნებისმიერ ურთიერთობაში ნებისმიერი ადამიანი აფასებს, რამდენად გაინტერესებ და მართლა მოტივირებული ხართ და ეხლა წარმოიდგინეთ, თუ თქვენ გასაუბრებაზე არ ჩანხართ მოტივირებული ამ ურთიერთობით და არ გაინტერესებთ ორგანიზაცია, წარმოიდგინეთ, მერე მთლად უარესი იქნება, ხო? ამიტომ კარგად მოემზადეთ, მართლა დაუსვით თქვენ თავს შეკითხვა, ესე იგი მართლა გინდათ გულწრფელად ამ ორგანიზაციაში მუშაობა თუ არა, თუ არ გინდათ, რა ვიცი, მე დაბალ ალბათობას მივანიჭებდი თქვენ ცდელობას, თუმცა თქვენნება და თუ გინდათ, ფიქრობ, რომ გასაუბრებაზე ამის გამოხატვა იქნება ძალიან კარგი. როგორ შეიძლება რომ ეს ამბავი გამოვხატოთ? პირველ რიგში შეკითხვებით, შეიძლება ნებართვა მოვითხოვოთ, რომ თუ შეიძლება რომ შეკითხვები დავსვა ორგანიზაციასთან დაკავშირებით და შეიძლება რამდენიმე შეკითხვა მოამზადოთ, შეიძლება მათ საიტზე დაათვალიეროთ ინფორმაცია და რაც უფრო კარგი ორგანიზაცია, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ საიტზე ბევრი რამე იქნება გაზიარებული, იგივე Facebook გვერდზე, Instagram-ზე და ასე შემდეგ და დაუსვით შეკითხვები, რომ აი ამ პროექტთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვათ ონლაინ მაღაზიის საქმე როგორ მიდის მაგალითად. ან მაინტერესებს, ესე იგი, რახან დეველოპერებს ეძებთ დაუშვათ, ესე იგი, რამდენად რა კონკრეტულად რა პროექტების მიმართულებით იქნება მუშაობა, ხო? ან დაუსვით შეკითხვა ორგანიზაციის გუნდის შესახებ, რომ სხვა ვინ არიან იმ გუნდში, სადაც თქვენ ჩაგიფიქრეს. მოკლედ, ინიციატივიანი და კითხვებიანი კანდიდატი, სადაც არ მოსწონთ, ის კარგი ორგანიზაცია არ არის და უმეტეს ჯანსაღ ორგანიზაციაში ძალიან მოწონთ, როცა კანდიდატი გასაუბრებაზევე გამოხატავს, ასე ვთქვათ, ინტერესს და გამოხატავს დაინტერესებას და ჭკვიანურ შეკითხვებს სვამს. ნუ ზედმეტი არ მოგივიდეთ, ეხლა პირიქით გასაუბრება არ გამოვიდეს, რომ თქვენ სვამთ შეკითხვებს და ესე იგი მასპინძლებს არ აქვს საშუალება შეკითხვების დასმის, ეს არ იქნება სწორი და ამიტომ ზუსტად ნებართვის მოთხოვნა, რომ თუ შეიძლება და რა მომენტში შეიძლება რომ მეც დავსვა შეკითხვები, მოკლედ ძალიან კარგი იქნება. მეორე თქვენი თავის გამოვლენას რაც შეეხება, ცხადია რომ გასაუბრებაზე თქვენ გინდათ გამოავლინოთ თქვენი თავი საუკეთესო კუთხით, ხო? და არის ესეთი მოსაზრება, რომ build on your strengths, ანუ ააგეთ გასაუბრების სტრატეგია თქვენ ძლიერ მხარეებზე და შეეცადეთ რომ წარმოაჩინოთ ის, რაც მართლა კარგად იცით და რაც მართლა კარგად გამოგდით. შეიძლება ეს მაგალითებით გააკეთოთ კონკრეტულ პროექტების, კონკრეტული საქმეების, ხო? ნუ დაიწყებთ CV-ს მოყოლას, იმიტომ რომ CV ალბათ საკითხული აქვს და თუ არა აქვს საკითხული, შეკითხვებს დაგისვამენ. შესაბამისად, თქვენ დროში, ასე ვთქვათ, რა თავისუფლებაც გექნებათ, შეეცადეთ თქვენ ძლიერ მხარეებზე ილაპარაკოთ და ნუ არავითარ შემთხვევაში არ ილაპარაკოთ, არ გამოიგონოთ რაღაცეები, იმიტომ რომ ეს ხალხი მიჩვეულია, რომ გასაუბრებას ძალიან ბევრი კანდიდატი მოკლედ, რა ვიცი, გაავსებს ტყუილებით იქაურობას და შეეცადეთ, რომ რაც შეიძლება გულწრფელი იყოს, ამასაც მომზადება უნდა, ან თქვენ უნდა კარგად ჩამოყალიბდეთ ჯერ თვითონ, ესე იგი რა
არის თქვენი ძლიერი მხარეები კონკრეტულად ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით და კიდე ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ კონკრეტული გასაუბრებისთვის უნდა მოემზადოთ. ეს არ არის ესეთი თემა, რომ მოდი მე მოემზადები და 50 ადგილას წავალ, ეს ძალიან დაგაზიანებთ და ხანდახან საშინელებებს ამბობენ კანდიდატები, იცით რა, ბევრგან გავაგზავნე და არ ვიცი ეს თქვენთან რა პოზიციაა და მოკლედ ეს არის ტრაგედია რა, იმიტომ რომ როცა დაგირეკავენ, კარგად უნდა გამოკითხოთ და ზუსტად უნდა იცოდეთ სადმე ხართ გასაუბრებაზე და ეს თავიდანვე დამღუპველი იქნება, ესე იგი თუ ასე არ იზამთ, ხო? მესამე რჩევა ეხება თავდაჯერებას და შეეცადეთ მაქსიმალურად თავდაჯერებული იყოთ და თითოეულმა ადამიანმა იცის როგორ მოიყვანოს თავდაჯერება. გასაუბრებაზე წაგყვეთ, ასე ვთქვათ, თქვენი მეგობარი და მანამდე ესაუბრეთ, ვისაც უფრო მეტად თავდაჯერება მოყავს თქვენთან, ხო? შეეცადეთ, რომ აი გამარჯვებულის პოზაზე ამბობენ, აი ეს ხელები აწეული, მოკლედ 5 წამი, ასე ვთქვათ, ამ პოზაში და გაღიმებული სახით ავტომატურად შეგიცვლით განწყობას, ხო? ზედმეტ თავდაჯერებაზე საუბარი არ არის, მაგრამ საუბარი არის, რომ იმაზე, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, უნდა გამოსხივდებოდეს, ასე ვთქვათ, თქვენგან თავდაჯერება და ნეგატივი პესიმიზმი და ასე შემდეგ გასაუბრებაზე ალბათ დამღუპველი იქნება, ხო? მთლიანობაში რო შევაჯამო, ალბათ გამოვიდა, რომ მომზადება და განწყობა არის მთავარი. თქვენ უნდა იყოთ თითოეული გასაუბრებისთვის მაქსიმალურად მომზადებული, სულ ერთი ეს ონლაინ გასაუბრებაა თუ ოფლაინ გასაუბრებაა და თქვენ უნდა იყოთ მაქსიმალურ დადებით განწყობაზე. ამას შეიძლება დაეხმაროს ვარჯიში, გასეირნება და ასე შემდეგ გასაუბრების წინ შეეცადეთ, რომ რაღაცა ეს დაღლილ დაქანცული და გადარბენილი არ მოხვდეთ გასაუბრებაზე, გამოიყურებოდეთ შესაბამისად და ჟღერდეთ შესაბამისად. ეს არის მოკლედ ძირითადი ჩემი რჩევები. თუ კონკრეტული შეკითხვები გექნებათ, მოგწერეთ ამ ვიდეოს კომენტარებში და აუცილებლად გავცემთ პასუხებს შემდეგ ვიდეოებში ან ისევ კომენტარების პასუხების სახით, ხო? ეს არის რაც მინდოდა ამ ვიდეოში მეთქვა. მოგიწოდებთ ესე იგი რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი Flowmaster Online, სადაც ყოველკვირეულად ვათავსებთ ახალ და საინტერესო ვიდეოებს და დროებით შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.